გილოცავთ ახალწელს. თქვენს მაყურებელს ხმავი ბარაქა ესა. როგორი მამაა გიორგი ჭანელიძე? როგორი მამას შვილისთვის? ხო. თუ ერისთვის? აი, რამდენად სწორად ვიქცევით ამ დროს მამები? ხო, აი ხა მანდ არის ორი სიმართლე, მამის სიმართლე და შვილის სიმართლე. შვილისთვის ვარ ერთადერთი მამა და როგორც ის არის ჩემთვის ერთადერთი შვილი. ხო, და ვცდილობ რომ მამის ფუნქციებიდან არ გავიდე. მამა რო ხარ, ყველაფერი არ ახარ. ხო, რაღაცები არ არის მამის საქმე. ყოფილა ხოლმე მომენტები, რომ კესარიასთან უხეშად მოგცეულ ხარ გიჩხუბიათ. უნდა შევიმჩნიოთ. ეს იმის გარდატეხის პერიოდია და არა შენი. იმიტომ იმათ ვარ გთხოვა რაღაც. ხო. არის კიდე მესამე ტიპის მამა ფეხებზე კიდებს შვილს გააჩენენ და მე ეს. აი ხა მაგას ამოვჭრის სხვათა შორის ცალკე მექნება რომ ზოგადად შემოხარებ ხოლმე. დავწერე საკურსო დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები. საჯაროში ვიჯექი რა მე სხვა საკურსო მაქვს დაწერილი. რა ბუღალტერია რძის წარმოება. TikTok-ზე რაღაც 5 წამს მაინც ხოშვება რაღაც ეს ადამიანი. იქ იქნება კიდე უფრო პრიმიტიული შემდგომი. სიტყვის ვიღაცა და რაღაც. მაკითაც ვითარდება უკუღმაც კაცობრიობა. შენ რო გააჩინე შვილი შვილს არაფერი არ აქვს შენთან პასუხისმგებლობა რა შენ გააჩინე ის და იმან რა გირჩია შენ მამად შენ გააჩინე ის მამაშვილობა და უმცროს უფროსობა ამას და უკავშირებდი იმას უფროსისადმი პატივისცემის კულტურა რატო არის ყველა საზოგადოებაში იმიტომ რომ ადამიანს აქვს თვისება რომ დღეს მე ვარ შენზე უფროსი შენ ბავშვიდან დიდი მაგრამ ჩვენ თუ არ გვექნა ურთიერთობა სწორი, მე შენ რო გაიზდები და ღონიერი იქნები და მე რო მოხუცი, უკვე შენ დამჩავდი. და მე აუხსენი ყოველ შემთხვევაში შევეცადე ამ ხსნა, რომ ესეთი რაღაცაა ცხოვრება. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ უსამართლოა ყველასთვის.